მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო, ძალიან საინტერესო თამაში მიდის მსოფლიოში, ჭადრაკის დაფაზე მიდის გახურებული бრძოლა, ვაჭრობა, ტარიფები ისა ესა. Სად არის საქართველო ამ დროს? Სად არის საქართველო ამ დროს? Спасибо. По Грузии. Простите, по Грузии можно? Конечно. Большое спасибо. Вели ли вы какие-либо контакты с правящей партией в Грузии? Если да, можете ли вы рассказать, какого рода общение между вами происходит сейчас? Вы знаете, что ситуация в Грузии очень непростая. Грузинский народ и международное сообщество не признают результаты выборов. Были арестованы мирные протестующие, а также независимый журналист, который сейчас находится в тюрьме. Учитывая эти обстоятельства, какова ваша позиция по ситуации в Грузии? Я действительно очень хочу ответить на этот вопрос, и поэтому давайте мы возьмем его на проработку и позже предоставим вам ответ. Хорошо? ქალბატონმა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა ტამი ბრიუსმა ვერ გასცა სწორი პასუხი. მან ვერ უპასუხა ჟურნალისტს თუ რა გეგმებია საქართველოსთან დაკავშირებით და ეს მეგობრებო არის გამარჯვება და თქვენ თუ ამას ვერ ხვდებით, მაშინ ცუდად არის ჩვენი საქმე, იმიტომ რომ ჩვენ და თქვენ მე არა ხართ საშინელი პროპაგანდის მსხვერპლები. მაგრამ მოდი ყველაფერი სწორად და კარგად დავალაგოთ. დიახ, საქართველოსთან მიმართებაში მიდის სერიოზული ვაჭრობა და რა თქმა უნდა ამ ვაჭრობაში ჩართული არის ამერიკა, ჩინეთი, საქართველო, ჩვენი ბიძინა და კრემლი. კრემლი ბიძინას ხელით, მაგრამ მგონია რომ ბიძინა რაღაცა კიდე სხვა თამაშს თამაშობს, რომელსაც ჩვენ ვერასოდეს ვერ გავიგებთ. ხო ამბობენ, ყოფილი სუსის თანამშრომელი არ არსებობს, ყოფილი ნარკომანი არ არსებობს, ყოფილი ბოზი არ არსებობს. ყოფილი ბიძინისტი არ არსებობს. ის ყველანი, ვინც ვითომ დღეს ყოფილი ბიძინისტია და ბევრს ხავის ბიძინას თავრობის ქვეშ იყო, ჯერ კიდე ბიძინას ქვეშ არის. იმიტომ რომ ის, ვინც მართლა მოიცელა, ის ჩუმად არის. ამიტომ მე არ მჯერა, არც ამ გახარიასი, არც იმ ხუხაშვილი, დედა ხუხაშვილი, ღმერთო ჩემო, მილიონები აშორინა კაცმა, მარჯვენა ხელი იყო მისი, მის გარეშე კაცი არ ინიშნებოდა, სალომე ზურაბიშვილი მან ურჩია, გახარია მან ურჩია და რა დღეშია, ვითომ რო ლანძღავს ბიძინოს, ვინ ჭამს მაგას? არ გვინდა ბატონო ეს თამაშები, არ გვინდა, დავიღალეთ. ეხლა რა შეეხება ტრამპს? კაცო, ერთი ამიშას ნათესავებს მინდა მივმართო, რატო ლანძღავთ ამ ტრამპს? თქვენი მამიდაშვილის, თქვენი ნათესავის, თქვენი შვილის ის იყო რა ქვია, მეგობარი იყო, ჩამოიყვანა აჭმა, მაგარინა აჭმა, ბათუმში პატივისცა ტრამპთავერი დაპირდა ისა ესა, კაცი ჩუმად არის ციხეში თავისთვის, ციხეში თუ სადაც არის და ვიმამეთში და ხმას არ იღებს, თქვენ ლანძღავთ ბოლო სიტყვებით, რა უბედურებაა, ვერ გავიგე რა. და მე მივმართე ერთს, მეთხარი ცით რა, იცი რას გეტყვით კი, რომ ოცნების მურაბას მირჩევნია ტრამპის ქაქი. და თქვენც უნდა გერჩივნოთ. რა თქმა უნდა, ესეც არის. ტრამპი გიჟია, რეებს აკეთებს, აი შეეპარათ ვიღაცა ჟურნალისტი სიგნალში ჟურნალისტი შეეპარა, რომელმაც რუსებს გადასცა ვითომ სპეც კოორდინატები ხუსიტებზე თავდასხმის და ეხა მაგას ჭამს ეხა ტრამპი ეს მოწყობილი. ძვირფასო ბიძინა. ძალიან გთხოვთ, ნუ გვაფიქრებინებთ, რომ ფაშინიანი თქვენზე ჭკვიანია. ძალიან გთხოვთ, ნუ გვაფიქრებინებთ ამას და ჯოკერს ნუ დაუთმობთ ფაშინიანს. ჯოკერში გულისხმობ, რა თქმა უნდა, გაზისა და ნავთობსადენის მოდი ჩვენებურად ვთქვათ, ტრუბას, რომელმაც აუცილებლად საქართველოს უნდა გაიაროს პირდაპირ შავ ზღვაში და არ უნდა გაიაროს სასომხეთისა და სხვა ქვეყნების გავლით. ტრუბაა რა. და ეს ტრუბა ჩვენია უკვე, რამდენი ხანია ამის იმედი გვაქვს, ამის დედავატირე. რამდენი ხანია ამის იმედი გვაქვს და იცით რა, ჩემო ძვირფასებო, დღეს ვდგევართ და ის რა ქვია, არ იქნება სამართალი, არ იქნება გასაგებია. რაც ამ აქციებმა მოიტანა, არის მხოლოდ ერთი რამე, რუსთაველი იკეტება. სხვა რა მოიტანა, გამაგებინეთ. ბრწყინვალე ახალგაზრდები ციხეში, თითოეული მათგანი ლიდერია, დიახაც ლიდერია,
და ჩვენ ნელა-ნელა აი ამ ხელა მუხტი ჩავაგდეთ, ამ აქციების მუხტი ჩავაგდეთ და დავრჩით რაღაცა, ეხლა ეს აქცია ცეცხლი ოლიგარქიას, ესა, არ იქნება სამართალი, არ იქნება გადასარევი მშვიდობაა საქართველოში. შედით რესტორნები დაათვალიერეთ, მიდის გუგუნი გრიალი. ამიტომ აქციის ორგანიზატორებს მივმართავ. ყოველ აქციები უნდა იყოს მიმართული ამერიკისა და ტრამპის ადმინისტრაციის მიმართ. რომ დაჩქარდეს მოვლენები, რომ დაჩქარდეს, კიდევ ერთხელ ვამბობ, დავეხმაროთ მათ, რომ დაგვეხმარონ ჩვენ. დავეხმაროთ მათ, რომ დაგვეხმარონ ჩვენ. და ისინი ჩვენ აუცილებლად დაგვეხმარებიან. შედი ხალო ბუტკაში. შედი. ან რა გიხარია, შენ რა გიხარია იქ რო აქციები ჯერ ეს ერთი. დადგინდა. იქაც ყოფილა კარუსელი ხალო. წარმოგიდგენია? ადრე რო $20 ღირდა საათში პლუს კვება, ეხლა გარღვხდა რა $40 პლუს კვება და ასე კარუსელი დადიან ფილადელფიიდან, ნიუ-იორკში, ნიუ-იორკიდან იმაში ამიდან, ესე დადიან, მაგრამ რა თქმა უნდა ეს აქციებიც მალე დამთავრდება. ჩვენი აქციები კი უნდა გაგრძელდეს მხოლოდ ერთი სლოგანით: ტრამპ, რუბიო, JD Vance, ამერიკა, მიხედე საქართველოს, დაგვეხმარე საქართველოს, დაეხმარე ტრამპ. მეტი რა გავაკეთო? აბა თქვენიც. შენ გელი დარჩინა